გაღმად ვაბზუ საჯარო სკოლაში 26 მაისისადმი მიზღვნილი ღონისძიება და მხიარული სტარტები გაიმართა. გაღმად ვაბზუ საჯარო სკოლაში 26 მაისისადმი მიზღვნილი მხიარული სტარტები გაიმართა, სადაც ამავე სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს წინაღობის გადალახვაში, კედლით თამაში, საკალათბურთო ამონათრბენში და მრავალ სხვა სპორტულ თამაშებში შეეჯებდნენ. ღონისძიება ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ გაღმად ვაბზუს საინიციატივო ჯგუფმა განახორციელა, ხოლო შრომალობა არასამთავრობო ორგანიზაციამ თალები რეგიონის განვითარებისთვის ტოლერანტობის ამაღლების მიზნით გაქცია. მერე და მუდამ საქართველოს ჩვენ ვართ ჩვენთანა მთავარი სლოგანით მოწყობილ ღონისძიებაზე ამავდროულად გაღმად ვაბზუს საჯარო სკოლის პედაგოგებმა, ბავშვებმა და მშობლებმა 26 მაისს თავიანთი ნამუშევრების გამოფენა და შემოქმედებითი საღამოც მოაწყვეს. მიხარია ძალიან რომ ხიარული სტარტები ტარდება და ალბათ ყველა გავერთობით, ხო ბავშვებო? დიახ! კარგია რა, ის რა ქვია, ხიარული სტარტები ყველასთვის. ყველა მივიღებთ მონაწილეობას მთელი სკოლის ბავშვები. პროექტის ფარგლებში ვატარებთ ბავშვებისათვის ხიარულ სტარტებს. შარშან ჩავატარეთ ველოტური და რადგანაც ბავშვებს მეტად სჭირდება სპორტული ღონისძიებები, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ გამოგვეყენებინა გაღმად ვაბზუს საჯარო სკოლის ეზო და ბავშვებისთვის მიგვეძღვნა ეს ლამაზი დღე. ბავშვების გამოფენა, ნახატები, წერილები 26 მაისთან დაკავშირებით, ასევე მშობლებმა მიიღო ღონისძიებაში მონაწილეობა აქტიურად, თავისი ხელოვნების ნიმუშები აქვთ აქ წარმოდგენილი და გამოფენილი და ყველაფერი ეს ჩემის აზრით ემსახურება იმას, რომ რაც ჩვენ მამა-პაპამ დაგვიტოვა, სამი საუნჯე, ენა, მამული, სარწმუნოება, ის როგორც ჩვენ გადმოგცეს, ასევე გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობას. ჩვენ ამ სკოლასთან დაახლოებით უკვე 2 წელია თანამშრომლობს და ძირითადი პრობლემა, რაც მე შევხედე, ეს არის ამ სკოლაში ძალიან ბევრი მოსწავლე სწავლობს ნასაკირალი და სოფელი ნასაკირალი და რადგან საზოგადოებაში ჩვენთან ცოტა ტოლერანტობის კულტურა დავალია, ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ ეს ბავშვები, განსხვავებული რელიგიის მატარებელი ბავშვები რაღაცნაირად აი ამ ფორმით ერთმანეთთან დაგვემოგებრებინა. და ჩვენ გარდა ამ პროექტის გარეთაც ვაპირებთ კიდევ ხანგრძლივ თანამშრომლობას ამ სკოლასთან სხვადასხვა აქტივობებში ჩართვას. ღონისძიების ორგანიზატორებმა მხიარული სტარტების მონაწილეებისთვის პროექტით გათვალისწინებული ფასიანი საჩუქრები შეიძინეს, ხოლო სპეციალური თასი გამარჯვებულ გუნდს გადაეცა.